გენილი არჩევნებამდე 2 თვე დარჩა. კახეთში რთველისთვის ბოლო სამზადისია სამთაწყარო ფიროსმანის საბათლო ყურძნის კრება დედოფლის წყაროს რაიონის ამ სოფლებიდან დაიწყება. 10 სექტემბრიდან რთველში ჯერ სიღნაღის, შემდეგ კი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები ჩაერთვებიან. რას თავაზობს სახელმწიფო გლეხებს და მეღვინეებს, დეტალებით სანდრო ჯუფალაკიანი. გურამ ბერიკაშვილის ვენახი 18 ჰექტარზეა გაშენებული. ველისტიხის მცხოვრები რთველს რამდენიმე დღეში დაიწყებს. ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ბერიკაშვილის ვენახში ყურძნის სიმწიფე შეამოწმეს. შაქრიანობის ოპტიმალურ კონდიციამდე რამდენიმე პროცენტია დარჩენილი. ჯერჯერობით კიდევ ადრეა რთველის დაწყება, რამდენიმე დღე კიდე ჭირდება რომ მოიკრიფოს შაქარი, მიაღწიოს თავის კონდიციას. 22, 23, მაქსიმუმ 24 უნდა მიაღწიოს ამ კონდიციას და შემდეგ უკვე დაიწყება რთველი, რომელსაც ეს უკვე ქარხნების მიხედვით არის, როგორც ქარხნები ჩათვლიან საჭიროდ იმის და მიხედვით დაიწყებენ მიღებას. ზადება ველისტიხის მარნებშიც, გიორგაძეების ოჯახში ქვევრებს სპეციალური ანტისეპტიკური ეფექტის მქონე მცენარეები დრეცხავენ. კახეთში უკვე დაწყებულია ნაადრევი, მუსკატის ჯიშის ყურძნის დაწურვა, რქაწითელის, კახური მწვანეს და საფერავის მასიური მიღება გადამუშავება კი კვირის ბოლოსთვის დაიწყება. მოსამზადებელი სამუშაოები გეგმაზომიერად მიმდინარეობს. მე ვფიქრობ, რომ შტაბი მზად არის, საკოორდინაციო ჯგუფი სულ სამუშაო მზადყოფნაშია, ასევე როგორც ჩვენ ვაკვირდებით, საწარმოებიც მზად არიან, ემზადებიან დანადგარებს, ამზადებენ, ცისტერნებს რეცხავენ. მთავრობამ წელს რთველის სუბსიდირების სისტემა შეცვალა. თანხას საწარმოები ვაუჩერების გარეშე მიიღებენ. უკვე ამუშავდა შეღავათიანი აგროსესხების პროგრამაც. სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკას დადებითად აფასებენ ღვინის კომპანიები. სახელმწიფო არ ერევა საბაზრო ფასის დადგენაში. ეს დიდი პლუსია წლევანდელი რთველის. თუ საბაზრო ფასი დადგინდება 1 ლარი, მაშინ სუბსიდირებული იქნება თეთრი ყურძენი 40 თეთრით, წითელი ყურძენი იქნება 25 თეთრით, რომელიც შეღავათია ასევე ქარხნებისთვისაც და გლეხებისთვისაც. რთველის მოსალოდნელი წარმატების ერთ-ერთი ფაქტორი მეღვინეების განცხადებით რუსული ბაზრის გახსნაა. ბოლო თვეების განმავლობაში მეზობელ ქვეყანაში უკვე გავიდა 5 მილიონამდე ბოთლი ქართული ალკოჰოლური პროდუქცია.